გამარჯობა, მოგესალმებით, ეს არის ბოლო სიტყვა, მე ვარ ბექა პატურაშვილი, გიორგი ცხვიტავა, რატი მონჯირი ვარშავა და თამარ ნუცუბიძე ბრიუსელიდან. ტრადიციულად შევაჯამებთ კვირის მთავარ მოვლენებს, მოვლენები კი გიყვარდეს საკმაოდ ბევრი იყო და კვლავაც არის და ახლა როდესაც ჩვენ წერთ, გარკვეული საინტერესო განცხადებები კეთდება. ამაზე ვსაუბრობდით, ვიდრე ეგრეთ წოდებულ რექსზე გავუშვებდით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის ყველას, მადლობა ვინც ხშირად გვიყურებთ. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო დასაწყისშივე შეგიძლიათ მაგის გაკეთება, მე კი გავაკეთებ ახლა პატარა ჩამონათვალს, რა იქნება ჩვენი ძირითადი სასაუბრო თემები დღეისათვის. ნატო სამიტი ძირითადად პირველ რიგში მთელი თავისი ბევრი მიმართულებით, მთავარი ამბავი, რაც გარდამტეხია, ეს უკავშირდება ლიცენზიების მიცემას უკრაინისთვის ამერიკული პატრიოტის სისტემის, საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საწარმოებლად, რაც ძალიან ბევრ ამას შეცვლის. ერთადერთი იარაღი, რომელიც ახლა პუტინის ხელშია, ყველაზე ეფექტური იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ეს სწორედ ბალისტიკური რაკეტებია. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ეს გამოჩნდა. მას შემდეგ რაც დეფიციტი შეიქმნა უკრაინაში, განსაკუთრებით გახშირდა ბალისტიკური რაკეტების დარტყმები და იმატამ მსხვერპლმაც იგივე კიევში და გასული ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ასეთი არაერთი პრეცედენტი ვნახეთ ამ კომბინირებული თავდასხმების და პრინციპში პატარა ფანჯარა დარჩა ამ ხრივ პუტინს თუ ამ ბოლო გადაწყვეტილებას შევხედავთ. არავის არ უნდა კონდეს ალბათ ილუზია, რომ ამ ფანჯარას არ გამოიყენებს ის და უფრო მეტ იერიშებს არ განახორციელებს უკრაინის ქალაქებზე, თუმცა ეს დრო მისთვის ნამდვილად იწურება, იმიტომ რომ უკრაინას უკვე ექნება საკუთარი არსენალი ამ ხრივაც პარტნიორებთან ერთად დაიწყება წარმოება. საკითხავია როდის. აი ამ მთელ რიგ დეტალებზე და გარემოებებზე დღეს გვექნება საუბარი, გარდა ამისა ცნობილია, რომ ნატო სამიტზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული დამატებით ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით უკრაინისთვის, რაც ასევე ძალიან დიდი თემა არის. მას შემდეგ რაც ევროკავშირმა გამოყო 90 მილიარდის ოდენობის ევროს ოდენობის თანხა, ამას დაემატება კიდევ ახალი რესურსები და ეს ძალიან ასე ვთქვათ მხარში გამართვას შეუწყობს უკრაინის ხელს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. და კვლავ გრძელდება უმძიმესი დარტყმები რუსეთის სიღრმეში. თანდათან უფრო მატულობს კრიზისი და ვხედავთ უკვე კადრებს, როდესაც ბავშვები რიგობანას თამაშობენ. ეგეთი ნიუსი შემხვდა წეგან, რომ ბავშვებმა რუსეთში დაიწყეს რაღაც თამაში, გამოიგონეს, სადაც პატარ-პატარა სათამაშოებს მანქანებს აყენებენ ბენზინ გასამართი სადგურების რიგში. ასევე ჩვენ ხედავთ ხალხს, რომელიც კარვებში ათევს ღამეს, საძილე ტომრებში ძინავს ბენზინ გასამართ სადგურებთან და როგორც უკრაინაში სამხედრო და პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, ხოლმე ეს მხოლოდ ჯერ კიდევ დასაწყისია. ასევე ჩემი აზრით უნდა შევეხოთ ახალ კამპანიასაც, რომელიც დაიწყო ზღვაზე ჩრდილოვანი ფლოტის, ასე ვთქვათ, დაწიოკებისთვის. მადიარის ჩიტები ბოლო 4 დღის განმავლობაში პირწმინდად ანადგურებენ, აზიანებენ, ასე ვთქვათ, ხომალდებს 35 ტანკერი მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში რუსული ჩრდილოვანი ფლოტის. მოკლედ გამოყოვით ბოლომდე. დიდი მადლობა კავკასიას იმისთვის, რომ ჩვენ პოდკასტებს ეთერში განათავსებს ყოველ ჯერზე და დავიწყოთ როგორ ხართ კოლეგებო. კითხვა მაქვს ესეთი, რა იყო თქვენი მთავარი გასართობი სამიტის მიმდინარეობისას? დაგაჩელენჯეთ. მადლობა, მოგესალმებით ყველას, შევერთდები მოწოდებას, რომ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, აქტიურეთ კომენტარებში, გააზიარეთ კონსოციალურ ქსელებში. ეს წყლის დრონებიც მადიარის სამფლობელოში შედის? ზოგადად მადიარი არის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, ანუ მხოლოდ 414-ის მეთაური არ არის. ჩიტები არ გამოვა, შეიძლება უფრო დელფინები უწოდოთ ამ შემთხვევაში. Sea Baby, ეგრე ქვია მაგ დრონს. ფლატ მადიარის არ არის, მაგრამ ხო. ოკეი. გასართობის რა გითხრა და პრინციპში არც სამიც არ ეხება, მაგრამ ბავშვები ახსენეთ და ბავშვების თემით მინდა გავაგზავნო. მე ვნახე ერთი ვიდეო რუსი ბავშვის, რომელიც მიმართავდა პუტინს და კითხავდა კითხვას, რომ როდის დამთავრდება ეს ყველაფერი და ეს ბავშვი ხო ძალიან შეშინებული რა თქმა უნდა, ხარც ერთ ბავშვს არაფერი არ დაუშავებია და თუნდაც მისი მშობლები პირწავარდნილი Z პატრიოტები იყვნენ, ამ ბავშვს მაინც არაფერი არ დაუშავებია, ყოველ შემთხვევაში სანამსხვრეველი გახდა. და რა ესეთი ცინიკურია ცხოვრება, რომ ამდენ მილიონ ადამიანში ერთადერთი ბავშვი აღმოჩნდა, ვინც ვექტორი გაასწორა და ისრების სწორი მიმართულებით მიმართა
და ვინც არის მთავარი დამნაშავე და ვინც უნდა მოაგოროს ეს პრობლემა იმას მიმართავს პუტინს ამ შემთხვევაში. აი ამდენი მილიონი არიან, ხო, ძალიან ჭკვიანებიც, ზოგი მეტნაკლებად ნიჭიერი, ასე ისე, მაგრამ მარტო ბავშვი აღმოჩნდა, ვინც მიხვდა, ვინ არის ამ ამბავში თავარი ადრესატი. ვინც იყო გულწრფელი. რაზიც იქნება თუ ნებისმიერი ამის ისკენაც უნდა იყოს მიმართული. ასე რომ ბავშვები ყოველთვის გულწრფელები არიან და ძალიან ჭკვიანები და მოусმინონ აი ამ ბავშვს და იქნება პუტინი გონში ჩავარდეს და დაამთავროს აი ეს სასაკლაო, რომელიც მოწყობილია. თქვი მაინც რამდენიმე სიტყვით რას ეუბნება ბავშვი? რას მიმართავს? ბავშვი მიმართავს, რომ ის არის ძალიან შეშინებული, აღარ უნდა ღამის დერეფნებში გათენება აი ამ აფეთქებების გამო, რომელიც გამოწვეულია უკრაინული დრონებით, მათ შორის მოსკოვის ოლქში და ეკითხება, რომ როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, როდის დამთავრდება ომი, როდის შევძლებთ ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეთ. აი ეს არის ბავშვის მოკლე შინაარსი ასე. მან პატარა რეპლიკა უნდა ჩავდოთ ამ ყველაფერში მარგარიტა სიმონიანის ცნობილი სპიჩი, ხო, რომ თორმე მის ბავშვობაში, ანუ ეს მას ძალიან კარგად ახსოვს ტალონები, პროდუქტებზე, რიგები და ასე შემდეგ და ამაში არაფერი არ არის ცუდი, არაფერი არ არის გასაკვირი, ეს ყველაფერი მათ გაუვლიათ და კიდე გაივლიან. ანუ გადავიდა პროპაგანდა აბსოლუტურად მოსამზადებელ ნიადაგის მოსამზადებელ ეტაპზე, რომ ეს მძიმე პერიოდი ადგება, ხო, დამდგარია უკვე და არც ბენზინზე რიგების მოგერიდოთ, არც პურზე, დეფიციტზე და საერთოდ ეხა ეკონომიკა რო ძალიან მძიმე მდგომარეობაში 2x2-4-ია. ანუ თან გაფრთხილებაც არის და თან დატუქსვა არის რა მან. ეს ყველაფერი თავდაცვის კომიტეტის ნახავთ ვიდეოს, ხო, ერთ-ერთ ბლოგერთან ინტერვიუ რო იყო, რომელიც თვითონ რუსივე ეკითხება, რომ ყველას რომ მოუწოდებ რომ ომში წახვიდეო და სიცოცხლე არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი სამშობლოში, შენ რო აკრატო არ მიდიხარ ომშიო და საერთოდ ერთი დეპუტატი მაინც თუ მომყარა ამ SVO-შიო და ან თქვენი შვილები სად არიან და ეს კაცი რო გადაფსიხდა და ადგა და გაიქცა. კი, წამოუხდა. ის რომ ესეთი ვიდეოები და ესეთი შინაარსები უკვე დღის ნათლაზე გამოდის და თავის თავს ვეღარ მალავს, ეს ალბათ რაღაცას მაინც მიუთითებს რუსულ საზოგადოებაში არსებულ სიტუაციაზე, ხო, საკმაოდ ესეთი ამბავი არის. მაგრამ მოდი ახლა ის თუ რამის თქმაგინეთ დავუბრუნდეთ ნატოს თემას და იგი გასართობზე გეტყვით, კაი, ხო, ჩემი მთავარი გასართობი მელონის და ტრამპის შეხვედრა იყო. ძალიან კაი იყო. მაგხალის კი ისტორია ალბათ იცის მაყურებელმა იქ. ესპანეთის ამბავიც იყო ესეთი. ხო. რასაც ის რაღაც თითქოს გამეორება და მაინც ხო რაღაცნაირად უკან დაბრუნდა ტრამპი თავის პოზიციებზე. კარგი ხალხო, ევროპელებს ვკითხოთ, მოდი რატის და თამარას, ავიც რომელმაც გინდათ დაიწყეთ, რა ვიცით ახალი, ანუ აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ. სახალისო ამბები ამოვწუროთ მაშინ, მაგრამ ერთს აი ეხლა უყურებდი ევროსკოპზე ზუსტად. ბელგიის საგარეოს განცხადებას, რომ ჩვენთვისო ეს 70 მილიონი, რომელიც მივეცეთ უკრაინას, რუსეთისთვის ნაჩვენები წითელი ბარათიაო და მოგეხსენება წითელი ბარათის გაუქმება ეგეთი ადგილიც არ არისო ეს ტრამპის ბოსტანში ნასროლიფები ბელგიასთან თამაშის, ხო? კი და ისევ ტრამპის ერთვის ამ ყველაფერს და მასე მაშინ გავაგრძელოთ ეგ თემას და ევროპარლამენტარებმა ჯგუფმა ევროპარლამენტარების ასევე გამოძიება მოითხოვეს ზუსტად მაგასთან დაკავშირებით, რომ წითელი ბარათი ესე ფეხბურთში ძლიერი არა ვარ, მაგრამ მაგრამ მან უეფა-მაც საკმაოდ კაფიო განცხადება გააკეთა და არ გამოურიცხა რომ ინფანტინო საერთოდ შეეცინოს მაგ სკანდალს და ტრამპის გარშემო რო დავრჩეთ, ეხლა ის არ უნდა გამოგვჩეს, მაშინ ახლა ამაზე ვლაპარაკობთ. Islamic Republic of Japan. ეს როგორ ხო, კი, მე ყურებს არ დაუნჯერე და სამჯერ გადავახვიე და მართლა ესე თქვა და ნუ ალბათ რა ვიცი, შეცდომა იყო, ხო, ფაქტია. ნუ ხა დაწინებული ვარო უბრალოდ. გემახსოვრებათ ალბანია, აზერბაიჯანი, სომხეთი რაღაცა. კი, მაგრად უჭირს ხოლმე. და მოკლედ რო ვთქვათ, სერიოზული საგნების და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღმა ასეთი კურიოზების გარეშეც არ ჩაუვლია ნატოს-სანაც. ხო. თამარ, მოდი დაიწყე ხა სერიოზულ ნაწილზე გადადი.
რა ვიცი, სერიოზული ნაწილი, მეტი სერიოზული რა გინდათ. კი, ქონდა ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია ანკარის სამიტთან დაკავშირებით, მაგრამ მე მგონი მართლაც გავიდნენ რაღაც სერიოზულ შედეგებზე. ნუ ყოველ შემთხვევაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მართლა რაღაცნაირად ყველამ ძალიან ღია დემონსტრირება მოახდინა, რომ ჯერათ უკრაინის გამარჯვების, მხარს უჭერენ უკრაინას, ჩემთვის თავის მხრივ ერდოღანის ძალიან კაფეო მხარდაჭერაც საჩვენებელი იყო მიუხედავად იმისა, რომ პრინციპში განსხვავებული ურთიერთობები აქვს ერდოღანს და ზელენსკის, მაგრამ მაინც ძალიან ისეთი მანაც გამხსნელ თავის ამ განცხადებაში ძალიან კაფეო მინიშნებები კი არა პირდაპირ განცხადებები გააკეთა და ნუ მთავარი იყო რა თქმა უნდა ტრამპის რეაქცია და ის აი ხა სულ ცოტა ხნის წინ თქვა გააკეთა განცხადება ზელენსკიმ რომ ეს იყო პატრიოტებთან დაკავშირებით პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილება და ახლა უკვე გადადის ჩვენი გუნდებიო ტექნიკურ მხარეს მოამზადებენო ასევე ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დღეს ბუნდესტაგში გააკეთა განცხადება მერცმა ტომოჰავკებთან დაკავშირებით ასევე ამერიკასთან მოლაპარაკება და თქვა რომ ანუ განთავსდება გერმანიაში და განახლებადი იქნება და ასე ძალიან საინტერესო იყო რომ მერცმა თქვა კიდევ პლუს ამას რომ გარდა ამისაო ევროკავშირიც აქტიურად წარმოებაში ანუ წარმოებაში ჩამახდებაო და მე მგონი აი ეს არის თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ამ მხრივ უკრაინას განსაკუთრებული როლი ექნება სწორედ ინოვაციებთან დაკავშირებით და ზოგადად ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს ინდუსტრია იყო, ინოვაციები და მეტი და ფინანსების ჩადება აი ამ მხრივ თავდაცვაში, ანუ ტექნოლოგიურ შეიარაღებასთან დაკავშირებით და ნუ ფაქტია რომ ხედავთ რომ საერთოდ სხვა ევროპასთან გვაქვს საქმე მიუხედავად ხო სასაცილო ამბავზე გამოგჩა შემაძამებელ ბრიფინგზე თუ უყურეთ დანიელი ჟურნალისტი იყო მე მგონი რუტეს ძალიან ისე უთხრა როდესაც საუბარი იყო გრენლანდიაზეო და ტრამპი ესეთ განცხადებებს აკეთებდა რანაირად არ უპასუხეთო და როგორ არ გაეცით სათანადო პასუხიო საკმაოდ ესეთი მკვეთრი შეკითხვა ჰქონდა და კაცრი და რუტე აქედანაც ძალიან ისე გამოძურა და კვლავ როგორც მასჩვევია ძალიან ხარდამჭერი განცხადება გააკეთა ტრამპთან და ამერიკასთან დაკავშირებით და რა ვიცი მგონი საინტერესო იყო უკრაინა ძალიან კარგად იყო წარმოჩენილი და აქაც გამოჩნდა რომ უკრაინა ფრონტზე არათუ რაღაც წარმატებებს აჩვენებს აი ისიც აი ამ რაღაც ინდუსტრიულ ტექნოლოგიურ ამბებში და რაც ყველაზე საოცრებაა რომ ეს ხდება ომის პარალელურად ხო ანუ მშვიდობიან დროს კი არა იბრძვიან და ამ ბრძოლაში ცთიან ახალ შეიარაღებას და აკეთებენ ახალ შეიარაღებას და ერთადერთი ითხოვენ მხოლოდ ფულს და ნუ თუ მართლაც საბოლოო ჯამში 5 წლის თავზე უკრაინის ცა იქნება დაცული რა ვიცი იმედია ისეთ ფინალს ვიხილავთ როგორიც ჩვენ ყველას ერთად გვინდა მე მგონი აი თავარი ჩემის მხრიდან შეიძლება ხოლმე რომ ომი პროგრესია და ამის გამო რაღაც ცოტა ისე ხო ანუ პროგრესი იმას გულისხმობ რომ ომი იძლევა საშუალებას ძალიან ბევრი რამე ძალიან ჩქარა განვითარდეს რადგან ახლა შევაპარაკობთ ამან რომ ომის პარალელურად ტექნოლოგიები ძალიან უსახეთ იყვება ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ზოგადად მე დამჭერ შტაბეჭდილება რომ თუნდაც ჩარშანდები ჰაგის სამიტისგან განსხვავებით ომის მეოთხე წლის და რამდენიმე თვის თავზე ნატომ დაიწყო იმ ხარვეზების გასწორება რაც ომმა წარმოაჩინა თვითონ სტრუქტურაში და ამისი მაგალითები და ინდიკატორები ჩემთვის იყო
მიუხედავად დაძაბულობის ამერიკასთან და ევროპის რაღაცა მიძინებული პოზიციიდან გამოგვიძებისა, ეთყობა ეს დროის იყო საჭირო და აი ხა თქვათ ხო, ნატოს ფარგლების პარალელურად გაფორმდა არაერთი ორმხრივი თუ სამმხრივი ხელშეკრულება ქვეყნებს შორის თავდაცვის იარაღის ერთობლივი საწარმოების შექმნაზე. ანუ და თვითონ აი ეს სულისკვეთება, რომელიც ამ სამიც მიყვებოდა ჩემთვის იყო, აი რუტეს გამხსნელი სიტყვა, სადაც მან თქვა, რომ დროა ნატოს წევრი ქვეყნების ეკონომიკური სიძლიერე გარდაითარგმნოს რეალურ სამხედრო სიძლიერეში. ანუ ის რომ ჩვენ გვაქვს ფული, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კარგი თავდაცვა. ხო ეს რომ გადმოთარგმნოთ. ხო და ეხლა დროა რომ ფულის ამაში ხარჯვა დავიწყოთო და პრინციპში თუ შევხედავთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიიღო, ხო, დაიდო არაერთი ხელშეკრულება სწორედ აი ამ მიმართულებით შეიარაღების ერთობლივი საწარმოების შექმნაზე. მე ვფიქრობ, რომ აი დაიწყო დატომ აი ამ ხარბეზების გამოსწორება, თქვენი აზრით მაინტერესებს გიორგი ბეკა და ამას ვფიქრობ, რამდენად ეთანხმებით ჩემს ამ პოზიციას, რომ აი ეს ხარბეზების გამოსწორება უკვე დანახულია ხარბეზები და აქტიურად დაწყებულია. Okay. დანახული ნამდვილად დაინახეს, იმიტომ რომ მე ომის დაწყების პირველივე დღიდან ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ გაიმარჯვებს ის, ვის ჯიბეშიც დარჩება მეტი ფული. ცალსახად და ჩვენ ვიცით, რომ სანქციები მუშაობს, რუსეთის ეკონომიკა ვერ ვითარდება, ძალიან უჭირს ამხელა სახელმწიფოს, ამხელა მოსახლეობით, თუმცა ეს მოსახლეობაც ასევე განიცდის ძალიან სერიოზულ კრიზისს დემოგრაფიული თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ის რომ საწვავის პრობლემები აქვს, რა თქმა უნდა ის რომ ვეღარ ამარაგებს ევროპას, ის რომ ევროპამ ჩაჭრა მთლიანად, ხო? რუსეთზე დამოკიდებულება ამ ენერგორესურსების ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა არის. ორივესთვის, მაგრამ პირველ რიგში რუსეთისთვის, იმიტომ რომ რუსეთი ვეღარ ყიდის თავის პროდუქციას დასავლეთზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ასე რომ ის თანხები, რა თანხებიც მიდის, არის უპირობოდ, როგორ თქვა, სასიცოცხლოდ აუცილებელი უკრაინისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, მინიმუმ იმ პოზიციების შენარჩუნებისთვის, რა პოზიციებზეც ახლა იმყოფება, რუსეთი აგროვებს დრონებს, აგროვებს რაკეტებს და ცდილობს, რომ გადავიდეს რაღაცა სტრატეგიული გამოფიტვის ეტაპზე უკრაინის და ისე მიაყენოს ხოლმე რაღაცა ერთ ჯერზე გაისროლოს ბევრი და მიაყენოს ზიანი, მაქსიმალური ზარალი, მოსახლეობაზე წნეხი გაზარდოს, მოსახლეობის ნება გატეხოს, მაგრამ ნუ ეს მძიმეა რა თქმა უნდა, მაგრამ ამითი ვეღარაფერს ვეღარ მიაღწევს. თუმცა რა თქმა უნდა, ეს სტრატეგიული გამოფიტვის ეტაპს, ტაქტიკას მიმართავს ამ შემთხვევაში. და უკრაინა მარტო არ არის, უკრაინის გვერდზე არის მთელი ევროპა, დასავლეთის ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც ეხმარება ამ ქვეყანას მინიმუმ იმაში, რომ ეს ქვეყანა არ დაეცეს. რატო? იმიტომ რომ ის არის მოწინავე აღმოსავლეთ ფლანგზე მართლა ძალიან ძლიერი ციხესიმაგრე, რომელსაც აქვს თავისი ფუნქცია ახლა და ექნება ძალიან ძლიერი დაცვის ფუნქცია მომავალში, ან რასაც ვამბობ ჩვენ უსაფრთხოების ფარდა, იქნება სწორედ უკრაინა, ასე რომ მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკრაინაზე დაიხარჯოს ბევრი თანხები და ის გაყინული სახსრები იქნება რუსეთის ფედერაციის თუ ქვეყნების მიერ საკუთარ თავდაცვაზე და უკრაინისთვის გამოყოფილი ხარჯები მინიმუმ ავიდეს რაღაც გარკვეულ მაჩვენებელზე იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ გაძლოს, ხო? იმიტომ რომ ეს ქვეყანა არავის არ თხოვს, რომ გააგზავნონ იმათმა ჯარისკაცები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, იმიტომ რომ საკუთარი არმია ყავს, კარგად მომზადებული ჯარი ყავს უკრაინას დღეს და ესეც ძალიან სერიოზული ფაქტია. ასე რომ, ხო, რატი მე გეთანხმები იმაში, რომ უკრაინა ეკონომიკა უკრაინის უნდა გადარჩეს, რუსეთის ეკონომიკას მაქსიმალური ზიანი უნდა მიადგეს და დასავლეთის უპირობო ინტერესში არის ის, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი პოზიციების, საკუთარი დამოუკიდებლობის, თავისუფლების და სუვერენიტეტის შენარჩუნება. ნუ დავამატებ იმას, რომ ანუ ამ გაზაფხულმა ბოდიში
ხო, თამარ მიდი გაგრძელე და მე დავენ. ხო, თუ გინდა თქვი და მე მაინტერესებს. ხო, მოკლედ ვიტყვი, ანუ მარასაც უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა ხოლმე, მხოლოდ რაღაც პოლიტიკურ განცხადებებად რომ აღიქმებოდა რომ ეს მხოლოდ უკრაინის ინტერესი არ არის რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენ გვეხმარებიან, ეხლა თან უფრო გამოიკვეთა რომ ეს საქმეა უკვე და ეს აღარ არის მხოლოდ სიტყვები და იგივე ტრამპის დამოკიდებულებაში გამოჩნდა, ხო? იმ მომენტში, როდესაც ის საუბრობდა პატრიოტის სისტემის ლიცენზიის მიცემაზე, მან ხაზი გაუსვა და შეგნებულად გაუსვა ამას ხაზი, რომ მარტო ლიცენზიის მიცემა არ არის, ხო? უნდა იყოს ხალხი, ვინც ამას გააკეთებს და უნდა არსებობდეს შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი თუ გამოცდილება და ეგრეთ წოდებულ სილიკონ ველსაც უწოდებენ ხოლმე უკრაინას ამ ხრივ, ხო, რაზეც საუბრობდით ჩვენ. ბოდიში ერთი პატარა რეპლიკა უკაცრავად ჩაგეჭრები. არ დაგვაუწყდეს ამ ფონზე სადაზვერვო სამსახურების განცხადებები, რომ რუსეთმა შესაძლოა იერიში მიიტანოს პოლონეთზე. ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და მთლიანად, ესე იგი, აღმოსავლეთ არ დაგვაუწყდეს ეს არასოდეს, ხო? იმიტომაც რომ უკრაინა სწორედ არის აღმოსავლეთით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ციხესიმაგრე და ის აჩერებს მთელი ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოებას ამ მიმართებით. ხო. და ნახე, ვამბობთ იმას, რომ რუსეთი საფრთხეა და საფრთხედ რჩება. და რუსეთის ასევე ამ საუბარს ჩვენ ვახსენეთ, რომ თავარი ერთ-ერთი ძლიერი იარაღი ამ წუთას პუტინისთვის არის ბალისტიკა. და რა ხდება საპასუხოდ? ხედავთ ჩვენ, რომ ვიდრე ამ ლიცენზიის ამოქმედება მოხდება და წარმოებას დაიწყებენ, რა მდგომარეობაში არის ახლა ზელენსკი. დღესაც საუბრობდა ამაზე, რომ მაგალითად პოლონეთმა გადასცა 5 რაკეტა. ვიღაცა, ვისაც აქვს პატრიოტის სისტემები, რამდენიმე ქვეყანას, ხო, ისინი მსჯელობენ, განიხილავენ, სად დეფიციტია, სად პლუსში არიან, სად როგორ არის და ასე ეკონომიას აკეთებენ, ესე მარტივი ენით რო ვთქვათ, ამ ანტიბალისტიკური რაკეტების, ხო? ეს არის მოცემულობა დღეს. ამ საფრთხეების კვალდაკვალ და რა გამოდის, სწორედ უკრაინის ძალისხმევით, იმის ძალისხმევით, რომ მან საბოლოოდ დაარწმუნა ზელენსკიმ ტრამპი, რომ საჭირო არის ამ ნაბიჯის გადადგმა, შედეგი დადგება ყველასთვის. შედეგი არ დადგება მხოლოდ უკრაინისთვის და ეს პატრიოტის სისტემები შეავსებს სხვა ქვეყნების მარაგებსაც და აქვე დეტალი დავამატოთ ინფორმაციის თვალსაზრისით, ვინც არ იცის ვთქვათ, რომ სხვა ქვეყნების ჩართულობაზეც არის ამ შემთხვევაში საუბარი, იგივე პოლონეთის პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, რატი უფრო მეც გვეტყვის ალბათ. საინტერესოა გარდა ამ თანამშრომლობისა, სხვადასხვა კომპონენტს გადაინაწილებენ, როგორც ჩანს ამ წარმოების ხაზში, სადაც ალბათ წამყვანი როლი უკრაინას ექნება, მაგრამ ყველას რაღაც ამ 4 ქვეყანას, პოლონეთს, გერმანიას, შვედეთი იყო თუ არ ვცდები და ნიდერლანდები ნახსენები, ხო? ეს 4 ქვეყანა იყო, რაღაცა ფუნქციები ამ ხრივ ექნებათ. ჩემთვის საინტერესო იყო ეგ ნაწილიც ასევე, სწორედ აი ამ ორმხრივი სარგებლის მომტანი თანამშრომლობის ნაწილში და ასევე აქვე რადგან რატისთან გადავედი პოლონეთის და პრეზიდენტის და ზელენსკის შეხვედრაც იყო, რასაც თავისი ბექგრაუნდი ჰქონდა და რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ წინა ჯერზეც, ხო? თამარი აპირებდა რაღაც ისმას და მოდი თამარს ვაცნობთ მე გადავა პოლონეთს. ხო, არა, მოკლედ მინდოდა უბრალოდ გიორასაც ლაპარაკობდა დღეს ტელეგრაფზე იყო პეტერ პაველის ინტერვიუ, რომელიც ნატოს გენერალია და სამხედრო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ის ასე ხედავს, რომ ეხლა ეს ფანჯარა უკრაინას აქვს სავარაუდოდ მისი აზრით საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე რუსეთში. ის თulis რომ პუტინს ყველა ვარიანტში მოუწევს არჩევნების შემდეგ, აი რაც წინა გადაცემაში უბრობდით თქვენ ეს გაწევა რომ საყოველთაო მობილიზაცია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მისი აზრით როგორც ყოფილი სამხედროსი მოუწევს ამ მობილიზაციის გამოცხადება და სავარაუდოდ არჩევნების მერე იქნებაო და ის თulis რომ ამ დროით უნდა ისარგებლოს აუცილებლად უკრაინამ, სანამ რუსეთი კიდევ აი ამ რა ვიცი, ამ თავის მოქალაქეებს ამ ხორცსაკებში გაუშვებს და თქვათ ადამიანური რესურსით უფრო მეტი ხალხი არ იქნება. და ესეც ალბათ საინტერესოა მართლაც რა, ალბათ ამაზეც იყო მსჯელობები, ხო, ნატოში, თქვათ სტრატეგიულად, იმიტომ რომ აი ეს ზუსტად რაღაცა შესაძლებლობის ფანჯარა არაერთ განცხადებაში
და არაერთ სტატიაში შემხვდა, რომ ახლა უკრაინას აქვს ეს ფანჯარა და თვითონ ზელენსკიც ამაზე ზუსტად ამას ლაპარაკობს ეს დღეებია. კაი, მოდი გადავიდეთ ამ პოლონეთის ამბავზე. კი, ნავროცკი შეხვდა რა ვახშამზე ისაუბრეს ზელენსკიდან ნავროცკიმ და ეს იყო რაღაც ეს თქვა თვითონ პოლონეთის პრეზიდენტმა გავსვა ამაზე ინფორმაცია, ყველამიცის დაძაბულობა, რომელიც სპირალშია შესული პოლონეთსა და უკრაინას შორის, თუმცა ამის პარალელურად მუდმივად პრემიერისგან ტუსკისგან ისმის სულ განცხადებები, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის დახმარება, ეს უკრაინის დახმარება კი არ არის ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის, ხო და ამასთან არავინ ოფიციალურად ამას არ ადასტურებს, თუმცა ვრცელდება გარკვეული ცნობები იმის შესახებ, რომ პოლონეთმა ფარულში გულისხმობა, რომ გაუხმაურებლად გადაცა საკუთარი მარაგებიდან გარკვეული რაკეტები, პეტრიოტებზე არის საუბარი, უკრაინას. ეს რა თქმა უნდა არ მოხდებოდა იმის ხარჯზე, რომ პოლონეთი თავის რაღაცა მინიმუმს დაბლა ჩამოვიდოდა, თუმცა ალბათ გარკვეული მარაგები, კიდევ ერთხელ ვძახი, ეს არ არის რამენაირად ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია, თუმცა ასეთი ინფორმაციები უსვებს. გარდა ამისა, როდესაც გიორგი საუბრობდა იმაზე, რომ სადაზვერვო ინფორმაციები, რომ პოლონეთს შეიძლება რუსეთმა დაარტყას პროვოკაციისთვის და ესკალაციისთვის, აი ეს დიდი ჰოლდინგი, რომელშიც ახლა მე ვმუშაობ, მისმა ცენტრალურმა რედაქციამ იყო სამი ძი, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი და სიკორსკისთან ჰქონდა ინტერვიუ და კითხეს ამაზე, რას ფიქრობდა, როგორ უყურებდა და ძალიან მაგარი პასუხი იყო პოლონეთის საგარეო მინისტრს, რომ ჩვენო შეიძლება ასეთი ინფორმაციების შეგვშინებოდა ან დავფრთხარიყავით სადღაც მანამდე სანამ უკრაინაში რუსეთი შეიჭრებოდა, იმიტომ რომ გვეგონა რომ სოფლიოში მეორე არმია ყავდაო და პრინციპშიო პუტინსაც ეგრე ეგონაო და ალბათ მაგითო შეიჭრაო და აღმოჩნდაო რომ სოფლიოში კი არა უკრაინაში ყავს მეორე არმიაო და პრინციპშიო მე რო ყოფილიყავი პუტინის ადგილასო პოლონეთს თავს არ დავესხმებოდი, იმიტომ რომ ნატოს არ გამოუცდიდი დღეს ნატო ისეთი ძლიერი როგორც არასდროს არ ყოფილავ და ბოლოს ამატებს არა პრინციპში ხა მაგის ადგილას რო ყოფილიყავი უკრაინაშიც არ შევიჭრებოდიო. ანუ ესეთი პასუხი იყო, რაც მე მგონი ძალიან ნათლად ასახავს განწყობას, რაც არის. შესაძლოა ეს საჯარო რიტორიკის პოლიტიკა იყოს და შიგნით რაღაცა სხვას ფიქრობდნენ და სხვანაირად იგეგმებოდნენ, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ არაერთი პროვოკაცია, ხო, იგივე დრონების კი. ბოდიში გაიქიშა იგივე დრონების პოლონეთის საზღვარზე ბალტიის ქვეყნებთან, ხო? მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამაზე რეაგირება სულ უფრო მკაფიო არის, ხო? თუ კი იქამდე პირველ ეტაპზე ძალიან დაბნეულობა იყო, მეორე ეტაპზე განცხადებები იყო, მესამე ეტაპზე პირდაპირ ჩამოგდება ხდება, ხო? ამ რუსული თუ უკრაინული დრონების, რომელიც შემოდის აი ამ სივრცეში. შესაბამისად ეს ყველაფერი ჩემთვის აჩვენებს იმას, რომ გაზეთს ვამბობდი რა, რომ ნატომ ხარვეზების გასწორება დაიწყო. ეხლა მეორე საკითხზე მინდა ვისაუბრო, თუ კი პოლონეთი ამოწურდა და კიდე რამე არ დამჭა და რაზეც პასუხი არ გავუცე, მგონი ვილაპარაკე. პეტრიოტებთან ერთად იმავე შეხვედრაზე განცხადება ძნელი სათქმელია დავარქვა, თუმცა რეპლიკა იყო ძალიან საინტერესო, რომელიც მედიას გამორჩა, უთ იმდენი ყურადღება ვეღარ მიაქცია, იმიტომ რომ თავისთავად პეტრიოტების ლიცენზიის მიცემა იმდენად ხმაურიანი თემაა, რომ ეს ცოტა ჩაიკარგა და ეს იყო განცხადება იმის შესახებ, რომ განიხილება უკრაინისთვის ნებართვის მიცემას რუსეთის სიღრმეში დარტყმის. და მერე ტრამპმა დაამატა, რომ ესო ესკალაცია კი იქნებაო, მაგრამ ესეთი ესკალაცია საჭიროა, რომ მიხვდეს პუტინაზე ხდება. ანუ აქ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პეტრიოტების ლიცენზიის გადაცემა თუ კი პოლიტიკურად ძალიან დიდი ნაბიჯია, მაგრამ პრაქტიკაში ეს მაინც დროში გადავადებული არის, ხო, ჩვენ ვიცით, რომ ამ რაკეტის წარმოება ცოტა დრო არ ჭირდება და არ არის მარტივი საწარმოები, გარდა იმისა, რომ რაღაცა ფული და რესურსი ჭირდება, ასევე ტექნოლოგიურად არ არის ესე მარტივად, რომ რაღაცა დაზგაზე დადგადოს, ჰოპ, ააწყო, ხო, დიდი დრო ჭირდება და თუ კი პეტრიოტების გადაცემა ლიცენზიის პოლიტიკურად ძალიან დიდი ამბავი, მაგრამ პრაქტიკულად და ყოველდღიურობაში ეს ცოტა დროში გაწერილი ამბავია. აი ეს განცხადება უკვე სულ სხვა სიმძიმის არის, იმიტომ რომ თუ კი აქამდე უკრაინა რუსეთის სიღრმეში ახერხებს რაიმე ტიპის დარტყმას, ეს ძირითადად ხდება საკუთარი უკრაინული წარმოებით, ხო, რომელიც
რაც არ უნდა მაგრები იყვნენ უკრაინელები, ხა ტექნოლოგიურად ნამდვილად ჩამორჩება ამერიკულ და ბრიტანულ და ნატოს წევრი ქვეყნების რაკეტები იქნება ეს თუ სხვა ტიპის შეიარაღება, ხო? შესაბამისად, თუ კი იგივე თქვა ჩვენ ნახეთ რამდენჯერმე Storm Shadow-ს გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, ხო? თუ კი ახლა ამას სისტემატური ხასიათი მიეცა, თუ კი დამატებით ატაკამსებზე გაუხსნეს და მოუხსნეს შეზღუდვები, ხო, მაშინ ეს უკვე სულ სხვა სიმძიმეს მიიღებს. რაც შეეხება ფანჯარას, რომელზეც ვაპარაკობთ, თუ კი ერთის მხრივ ეს ფანჯარა უკრაინისთვის არის, მეორეს მხრივ პუტინსაც ესმის, რომ ეს ფანჯარა აქვს გასაძლები. პუტინმა იცის, რომ არჩევნებამდე ეს მობილიზაცია არ უნდა ჩაატაროს. ამის მიუხედავად, მობილიზაციის პროპაგანდა უკვე დაწყებულია და ჩვენ ამაზე პირველ დასაწყისშიც ვილაპარაკეთ. შესაბამისად, პუტინი ახლა ყველაფერს იზამს, რომ რაც შეიძლება დაბალ გაზზე გადავიდეს, როგორღაც მიაგოროს ამბავი არჩევნებამდე და მეერე უკვე მობილიზაცია და განახლებული ძალით შეუწიოს და მე წლევანდელ ეპიზოდებში არაერთხელ და ორჯერ მithქვამს, რომ აი ეს ზამთარის შემდეგ ერთი კიდე დიდი მიძალება იქნება რუსეთისგან, იმას იქნება გასაძლები და მეერე უკან მე არ ველოდები წლევანდელ წელს ამ ომის რაიმე სახით გაჩერება. შეჩერებასაც არ ველოდები, იმიტომ რომ არაფერი არ მეუთვდებს ამას. შესაბამისად, აი ამ აქცენტისგან წარმოწევაც მინდოდა, რომ კი პატრიოტები ერთია, თუმცა ეს სიღრმეში დარტყმის ნებართვა ამ ომს სერიოზულად რაღაცა რაკურსებს და კუთხეებს შეუსვლის ჩემი აზრით. კი, ეგ ძალსახე საინტერესო განცხადება იყო, კი მეც მოხდა ყურში. ჰაილაითი დღის მაინც ის იყო მოსკოვზე რო უპასუხა ზელენსკიმ პუტინთან შეხვედრის ნაწილში. ეგაც არ უნდა გამოუტოვოთ, მე მგონი. ძალიან მაგარი პასუხი იყო, იმ მხრივ რომ ერთ ფრაზაში აჩვენა მთელი თავისი უპირატესობა და მერე მოყვა სწორედ მაგ საუბარს მოყვა ის, რომ ესკალაცია არის, თქვათ იქით დარტყმები, მაგრამ ეს ესკალაცია საჭიროა წნეხის გაზრდისთვის. ხო, მე მინდა რომ ეხლა პატარა პაუზა და ტიხარი გავაკეთო და შემდეგი თემა დავაანონსო. მოდი შემდეგ ნაწილში ვისაუბროთ უფრო რუსეთში არსებულ სიტუაციაზე და იმაზე, რამდენად მიაგორებს, რასაც რატი ამბობდა, ხო? ეგ სიტუაცია მიმოვიხილოთ, რამდენად არის მაგის რესურსი, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ბევრი სიურპრიზი აქვს გზადაგზა უკრაინას. სულ მეფიქრება გასული დღეების განმავლობაში ფიოდოროვის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ რაღაცა სიურპრიზი იქნება ცოტა ხანშიო, ამის შესახებ არ გაუხმოვანებია რა იქნება, მაგრამ მედიით გაიგებთო და ეს საუბარი იყო ამ შემთხვევაში რაღაც ტექნოლოგიურ სიახლეზე და ძალიან ხმამაღალი განცხადება იყო იმ გაგებით, რომ თქვა, რომ ეს იქნება ახალი ფურცელი, ახალი თავი იქნება ამ ომის ტექნოლოგიური წარმოების ნაწილშიო და სულ ველოდები მთელი ეს დღეები რა იქნება, მაგრამ ამ მოლოდინში მეორე ამბავი გამოჩნდა, რომ ჩრდილოვან ფლოტზე დაიწყო სასწაული კამპანია და მაგის ეფექტზეც გავაკეთოთ შემდეგ ნაწილში აქცენტი. მანამდე მომენტით ვისარგებლებ და თუ არხი ამ დრომდე არ გამოგიწერიათ, თუ ახლაც უყურებთ ამ ვიდეოს და არ დაგილაიქებიათ, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, შემოვერთდით ჩვენ აუდიტორიას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უთხრათ კავკასიას. ამ ნაწილში ფაქტია, რომ ყველაზე განსაზღვრელი ამბავი არის საწვავის კრიზისი და ამ მხრივ ხედავთ ჩვენ კომპლექსურ მიდგომას უკრაინელების მხრიდან. შორი დისტანციის დარტყმები გასაგებია და გასულ ამ ერთი კვირის განმავლობაშიც არაერთი ვნახეთ, მათ შორის ნახეთ უკიდურეს აღმოსავლეთში, ციმბირის ტერიტორიაზე ერთადერთი ქარხანა, რომელიც იყო დარჩენილი გადამამუშავებელი ომსკი, ხო, ხომ არ მეშლება დასახელება. მანდაც კი მიაღწია ეგრეთ წოდებულმა უკრაინულმა სანქციებმა და მაგის გარდა ხედავთ, გარდა საწვამზიდი მანქანების განადგურებისა, უკვე ტანკერების განადგურებაზე მიდგა საქმე. პრინციპში ამაზე ხშირად ვფიქრობდი ხოლმე, საკმაოდ ისეთი მოწყვლადი სამიზნეები არის, ხო? ღია ზღვაში, ბუჩქებს ვერ შეეფარებიან და ვერ დაიმალებიან და ვიცით რა მდგომარეობაშია რუსული ფლოტი. და რატომ აქამდე არ ხდებოდა თქო, ამაზე მიფიქრია. მაგრამ ფაქტია, რომ ესაც რაღაც გეგმაზომიერი, ეტაპობრივი მიდგომა არის და ახლა მოუწია როგორც ჩანს ამ კამპანიის დაწყება. ბევრი მხრიდან ცდილობენ უკრაინელები, რომ ერთობლივი რაღაცა წნეხის ქვეშ მოაქციონ რუსეთის ეკონომიკა და ბევრი მხრიდან გაძარდონ უკმაყოფილება საზოგადოებაში.
ну, რაღაც სიმპტომებზე ჩვენ დასაწყისშიც ვილაპარაკეთ, რომ დიდი იქნება თუ პატარა, უკვე რაღაცა ღიად კითხვების დასმას იწყებს და ამავდროულად პროპაგანდა გადავიდა სხვა ფაზაში. იქ სიმონიანის განცხადებებსაც შევეხეთ, რომ მოუწოდებდა პრინციპში ჩემთვის თან დატუქსვა იყო ეგ ამბავი თითქოს, აი რა გაწუწუნებთ, ხო, ეგეთი ტონი არის, ქვეტექსტი ეგ არის, რომ კარგით რა გჭირთ, რა აჟიოტაჟი ატეხეთ. და ამასობაში პუტინი თავად ჩნდება საჯაროდ და ცდილობს რომ ისრების ხვებზე გადაიტანოს. ესაც გამოჩნდა. აი ამ ბოლო შეხვედრაზე, როდესაც თათბირობდა ამ ოლქების ხელმძღვანელ პირებთან, თქვა რომ ყველაფერი გვაქვს, ჩვენ უზარმაზარი რესურსი გაგვაჩნია, უბრალოდ რაღაცა კარგი მენეჯმენტია საჭირო. ანუ ისევ მათზე გადაიტანა ისრები და პასუხისმგებლობას თავი აარიდა. საქმე იმაშია, ახლა მთელი კითხვა ჩემთვის ამაში მდგომარეობს, როდის გადაწონის ბალანსში უკმაყოფილება შიშს. აი საზოგადოების განწყობებში და რა ფორმებში შეიძლება ეგ გადაიზარდოს. რას ფიქრობთ? თამარას აზრით მაგაზე გადავალ. კი, უბრალოდ სანამ მაგაზე გადავალ, ნახე შელაპარაკობდი ფედეროვის ტექნოლოგიურ გარღვევაზე. და აი ამ ჭილოვან ფლოტზე გახშებულ თავდასხმებზე და კითხვაზე, რომელიც პრინციპში ალბათ ყველას გვიწყებდა, რომ აქამდე რატო არ ხდებოდა. ხომ არ არის შემთხვევით ეს ის ახალი ტექნოლოგიური გარღვევა, რამაც უკრაინას მისცა საშუალება ესე აქტიურად დაარტყას ჭილოვან ფლოტს. კი, ერთია რომ ის ასე ვთქვათ ღია ზღვაშია, მაგრამ აი, როდესაც ტრამპმა ვენესუელის კამპანიის მერე დაიწყო ჭილოვან ფლოტზე ნადირობა, გაიხსენე მაშინ დაამატეს სპეციალური თავდაცვის საშუალებები აი ამ ჭილოვან ფლოტს რუსებმა. და ახლაც რა კადრებიც ვრცელდება, ჩვენ ხედავთ როგორც ცდილობენ აი ამ საზღვაო დრონის გაჩერებას, ხო, ესურია. შესაბამისად, იქნება აქამდე იმიტომ არაკეთებს, ხო, კითხვა, ანუ ეს თეორია გამიშთა, რომ იქნება აქამდე იმიტომ არაკეთებდნენ, რომ შესაბამისი რაოდენობის და სიმძლავრის, კი თითქოს იგივე დრონია, რასაც ქერჩის ხიდზე იყენებდნენ ესე ვიზუალურად, მაგრამ შეიძლება ან რაოდენობა არ ქონდათ იმდენი, ან სიმძლავრე გააუმჯობესეს, ან ტექნოლოგია გააუმჯობესეს, რომ ესე ღია ზღვაში, ანუ ეს ის ხო არ არის, რომ რაღაც სადღაციდან უნდა გაუშვა ეს საზღვაო დრონი და სადღაც ხო, მაგრამ საზღვაო დრონები არ არის ძირითად შემთხვევაში, რატი ამბავი ეგ არის. ეს ერთი კადრი იყო, სადაც ერთი შემთხვევა არის საჯაროდ გამოტანილი. ძირითადად ეს 414 ბრიგადა, რასაც კადრებს ავრცელებს, ჩვეულებრივი საჰაერო დრონები არის. ანუ საჰაერო დრონებიც ხო, არა, მანდაც არის ბევრი კატეგორია გასაგებია. მიიყვანო, ხო, რომ გააფრთხილდა. შეიძლება აი ამ ტექნოლოგიაზეც იყოს ლაპარაკი, არ ვიცი, ხოლოდ ვარაუდს გამოთქვა და პრინციპში ხო, რავი, თამარას აზრი ახლა იმაზე, რომ რუსები ის როდის მოგეზრდებათ საინტერესო იქნება. ფული სათქმელია. არა, ზოგადად მე მაგალითად აი თქვენთვისაც მინდოდა მეკითხა, ძალიან საინტერესოა ჩემთვის, ვინ არის უკრაინელების გუნდში, ვინც აი სტრატეგიულად, ანუ ვიღაცამ ხო გათვალა სტრატეგიულად, რომ დაერტყა რუსეთის ეკონომიკაზე და ეკონომიკაზე ამ კუთხით, ხო? ანუ რაღაცნაირად მიხვდნენ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე ეფექტური და ამაში უკრაინელები შეძლებდნენ უპირატესობის მოპოვებას, ვიდრე ვთქვათ ბრძოლის ველზე რაღაც ამხელა ადამიანური რესურსის წინააღმდეგ. ვიღაცამ ხო მოიფიქრა და ძალიან რა ვიცი, ძალიან არ გამოვრიცხოთ, რომ ეს იყოს დასავლური სადაზვერვო მონაცემების ანალიზის შედეგად, სად უჭირდა რუსეთს ყველაზე მეტად და სად იყო ყველაზე მოწყვლადი. არ გამოვრიცხოთ არც ეს, იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს ესე უბრალოდ დაждდა და მოდი ახლა აი აქ დავარტყავ, იქნება გამიმართლოს. ეგრე ვერ იქნება ეგ ამბავი, ამას ანალიზი ჭირდება, გათქვა ჭირდება, რესურსი ჭირდება, შესაბამისად არ გამოვრიცხოთ, რომ ეს დასავლური სადაზვერვო მონაცემების ανალიზის შედეგი იყოს, არ ვიცი, ვარაუდს გამოთქვა. მეორე ერთი დეტალი მინდა კიდე შემოვიტანო. ველადიანად უფრო შედეგი ვნახეთ რაღაცა პერიოდის მერე, ხო? ფაქტია, შარშან ზაფხულს მე მაგალითად რო ვაკვირდებოდი, ძალიან ცოტა არაბუნებრივად მეჩვენებოდა რაღაც გაგებით რა, ანუ მიკვირდა, რატომ იბომბება ყირიმში მაგალითად ყოველ დღიურად საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იყო გაქანებული ნადირობა. და ანუ თითქოს არ ჩანდა ერთი შეხედვით მაგის საჭიროება ესე
მაგრამ დღეს უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან ამას ხვდები, რომ მაგ გეგმის ნაწილი იყო ეგ ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ეტაპობრივად ნადგურდებოდა და ახლა არის ეგეთი მოცემულობა, რომ ხან აქცენტს გადაიტანენ მაგალითად მოსკოვზე, იქვე ხედავთ რეაქციას, რომ სასტრაფოდ ამ პანცირების თუ სხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადატანა ხდება და მოსკოვში გზატკეცილებზე აყენებენ. მერე მოსკოვისგან უცებ ხედავთ, რომ სადღაც ციმბირში დაბომბავენ, მერე რაღაც მომენტში ხედავთ, რომ ქერჩის ხიდის გარშემო რაღაცები ანუ ფაქტობრივად ეგ გამოაცალეს საჰაერო თავდაცვის სისტემების სერიოზული დეფიციტია, ეს ფაქტია და ახლა ძალიან მარტივად მანევრირებენ, მაგრამ ერთი დეტალია კიდევ მანდ დასავლეთის მხარდაჭერა რომ ახსენა რატომ რომ კავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ხედავთ რომ იგივე მაგალითად იქ უკიდურეს აღმოსავლეთ 2500 კილომეტრზე მეტი დაშორების მანძილზე კადრებში ჩანს და ამას ანალიზს აკეთებენ რომ ხელით მართვა ხდება ბოლო მომენტში. ანუ როდესაც იქ რაკეტებს ვერ უშვებენ მართალია, მაგრამ ესვრიან კალაშნიკოვებით, ესვრიან პულიმიოტებით, მტყვიან ფრქვევებით და ამ დროს დრონის ოპერატორი მანევრირებს 2500 კილომეტრის დაშორებით და რაღაცა მოძრაობებს აკეთებს რა. სიგიჟეა ამ დროს როგორ ხდება ეს კომუნიკაცია, ეს სისტემები ჩვენ ეს არ ვიცით და ნუ დიდი ალბათობით ეს მხოლოდ რაღაც უკრაინის მარტო მათი რესურსები არ არის რა, ხო ალბათ. ნუ ფაქტია რომ თან Starlink-ი ხო დაბლოკილი აქვს რუსეთის ტერიტორიაზე, მაგას ხო ვერ იყენებენ. ხო, ნუ არ ვიცი, მე ესე ვიცი რომ Starlink-ის გამოყენება იქ ესე ყოველ შემთხვევაში მიმღებების დამაგრება არ ხდება. კონკრეტულ device-ზე შეიძლება გახსნილი იყოს და რა მანდ ხო მაგ ტექნოლოგიაში ძალიან ფაქტია რომ ეგ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე და იგივე მანევრირების დროს კოორდინატები, დაზვერვის მონაცემები, ეს ყველაფერი ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ რომ უკრაინა ითხოვდა ომის დაწყების პირველივე დღიდან მიეცათ შესაძლებლობა თუ უფლება იერიში მიეტანათ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და ამ უფლებას არ აძლევდნენ. არ აძლევდნენ ამ უფლებას, ხო? ანუ თვითონ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ყველანაირი საბრძოლო მოქმედება. მაგრამ გარდამტეხი დროის შემდეგ უკრაინას აქვს სრული შესაძლებლობა რომ მიიტანოს იერიში ყველა პუნქტზე რომელიც მისთვის არის სამიზნე, რომელიც მისთვის განსაკუთრებით ძალიან კარგად იციან რა იმოქმედებს ხალხზე, ხო? ეს არის ბენზინგასამართი სადგურები, მათ შორის არა მხოლოდ რაღაცა ტერმინალები, არამედ ბენზინგასამართი სადგურებიც კი. ესეც კი სამიზნეა. ბენზინზიდები, ავტომობილები. ბენზინზიდები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სამიზნე, ყველაფერი იციან, ეს თავიდანვე იცოდნენ, აბა რატო ითხოვდნენ ახლა. რა თქმა უნდა, არც უიმისობა იქნება, რომ საერთაშორისო სადაზვერვო თანამეგობრობა ამარაგებდეს ამ ინფორმაციით, რა თავისთავად ცხადია, მაგრამ რახან ესენი ითხოვდნენ ომის დაწყების პირველივე დღიდან თვითონაც ჰქონდათ სამიზნეების ნუსხა, ხო? ცხადია ახლა, როდესაც ქვეყანა თავდასხმის მსხვერპლი და ობიექტი ხდება, მანამდე აქ ყველაფერი გამზადებული, ხო? ნორმალურ ქვეყანაზე მაქვს საუბარი, რომ უნდა იცოდეს, რომ თვითონ რა უნდა გააკეთოს. ხო, მაგრამ მოდი ახლა ცოტა ესე ვთქვათ, ეშმაკის ადვოკატი ვიქნები და რამდენად იყო უკრაინა ის ნორმალური ქვეყანა, რომელიც ომისთვის ეგრე მოემზადებოდა და რამდენად გულისხმობდა უკრაინა მაშინ სწორედ ენერგოსამიზნეებს, არ ვიცი, მე ცოტა ეჭვს შევიტანდი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინას გულშემატკივრად რა თქმა უნდა და ყველაფერი უბრალოდ რა სახელმწიფო იყო. ანუ ჯერ ერთი დრონების ეგეთი აქტიური გამოყენება ჰორიზონტზეც არ ჩანდა რა. ის შეცდომები, რომელიც დაშვებული იყო თუნდაც სამხრეთის ფლანგზე, ხო? აი ეს ყველაფერი მე ცოტა სკეპტიკურად განმაწყობს იმის მიმართ, რამდენად უკრაინისთვის აი ეს სამიზნები იყო ომის დასაწყისშივე. კი, ჩვენ გვახსოვს რომ ამ ნებართვებს ითხოვდნენ, თუმცა რამდენად იყო სწორედ ესენი სამიზნები, ნუ ვერასდროს ვერ გავიგებ. მან რატი ყველა სამიზნე არ იქნებოდა, მაგრამ აი გაგახსენებთ მაგალითად 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვებს კონკრეტული ლოკაციების რუსეთის ფედერაციის მიერ. ანუ რაც ახსოვდათ მაშინ ხო, ეგ შეიძლება კი მნიშვნელოვანი სამიზნე. მაშინდელზე ვსაუბრობ, ხო? ანუ ახლა ომსკში რომ მიდი ომსკში რაღაც ახალ იმას არის. ნუ შეიძლება ის არ ქონდათ განსაზღვრული რომ ამას დრონებით გააკეთებდნენ, მაგრამ რაღაცა რაკეტების მოთხოვნა ხო ქონდათ? ნუ ერთ წუთი და ახსოვდეთ ის რაღაცა ძველი ლოკაციების ჩამონათვალი შესაძლოა არსებობს. ხო, რაცაც ქვია.
ხო, ну, რადგან საქართველოს საკითხი ვახსენეთ, ჩვენ გეგმავდით და არ გამოგრჩეს ეგ ამბავი, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოჩნდა დრონები. ხო, და ну, რას ფიქრობთ მაგ ამბავზე? ჩემი აზრით, ერთია რომ დარტყმა რო ყოფილიყო, ანუ ვინმეს ჩამოეგდო აფხაზეთის ტერიტორიიდან ეგ დრონები, რაც ფაქტია დადასტურებული რომ გამოჩნდა, ამას არ დამალავდა არავინ, პირიქით ერთ ამბავს ატეხავდნენ, რომ აი ჩამოვაგდეთო, რომ დარტყმა ყოფილიყო, ამასაც გავიგებდით და არც ეგ არ დაიმალებოდა, რჩება ორი ვარიანტი, თქვათ, გატესტეს რაღაც მარშრუტი, მაგრამ მე უფრო მანდეთ ვიხრები, რომ ხომ არ იყო ეს მარშრუტის გატესტვა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს სწორხაზოვნად არ დაფრინავენ დრონები, მიდიან რაღაც მანევრით და შესაძლოა სულად სხვა მიმართულებით მიდიოდეს იგივე რაღაც სოჭის მიმართულებიდან გარშემო ხო და სადღაც გადაიფრინა. ანუ ეგ ვარიანტი რჩება ერთი და მეორე ხო რომ თან დაატესტეს თქვათ იქ რამდენად იყო შესაძლებელი რომ საპასუხო რეაქციები ყოფილიყო, არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამაზე და ზოგადად ფაქტით შევაფასოთ ცხადია. რას ნიშნავს ეს ამბავი და როგორ უნდა შევხედოთ ჩვენ საქართველოს ჩემთვის პირადად ეს ამბავი ნიშნავს რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ მოიტანა ომი და თუ კი ვინმეს ომში ითრევს ფაქტი გვაქვს აგერ სახეზე რომ რუსეთმა ჩაითრია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია აფხაზეთი ამ ომში და კი ვთქვათ აი ხლა სკეპტიკოსებმა მას შეიძლება თქვა რომ მაშინ საქართველოს ძალიან ჩართულია იმიტომ რომ ქართველი მებრძოლები იქ არიან და თუ კი ვთქვათ დანარჩენი საქართველოსთან მებრძოლები წასულები არიან და უკრაინის მხარეთ იბრძვიან ოკუპირებული აფხაზეთიდან და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ხალხი იქ წასულია და რუსეთის მხარეს იბრძვის და ამ ხრივ ვთქვათ თემი საქართველოს ჩართულია თუმცა ის რომ საჰაერო განგაში ცხადდება საქართველოს ტერიტორიაზე მიუხედავად იმისა რომ ეს ოკუპირებულია ეს ტერიტორია ფაქტი ეს არის და ფაქტი ეს არის რომ ეს ომი ვინმესთან თუ მოვიდა ოკუპირებულ აფხაზეთთან, ხო? რაც შეეხება და სწორედ მე აი ამ ჭრილში ვუყურებ წმინდად რა. რაც შეეხება იმას თუ რას აკეთებდა ის დრონები, საერთოდ მართლა იქ გადაღებული კადრია თუ არ არის. ფაქტი არის რამდენიმე, ხო? ფაქტი არის რაც ვიცით მათ მიერ გავრცელებული რომ განგაში ჩაერთო მათ შორის სოხუმში. ფაქტია რომ ვიდეო რაც გავრცელდა გავს უკრაინულ ამ FPV დრონს და დღეს ჩემთან ამ საქართველოს ნიუსზე ყავდა ირაკლი ლეკვინაძე სამხედრო მიმოხილველი და მის აზრს პრინციპში გავაჟღერებ ამ შემთხვევაში რაც პრინციპში საინტერესო იყო ჩემთვისაც რომ შესაძლოა ეს იყოს ერთგვარი გაფრთხილება იმიტომ რომ ეს FP1 რა არის ხო მიფრინავს და აფეთქდება ანუ არ ზვერავს იქიდან გამომდინარე რომ აფხაზეთში არაფერზე არ ვიცით რომ რამე აფეთქდა ერთია რომ გადაუფრინა და სადღაც რუსეთში სამიზნეს მოხდა რუსეთში ჩამოვაგდეს ან მეორე და ერთმანეთს არ გამორიცხავს მაგ მარშრუტს მაგიდან წავიდა რომ როგორც თავის დროზე ლუკაშენკო გააფრთხილა ზელენსკიმ რომ თუ არ გამორთა რეტრანსლატორებს მე ვიცი ეს შეიძლება იყოს ერთგვარი გაფრთხილება რომ თუ ჭკვედად არ მოიქცევით იგივე ბაზებთან იმართებაში ხო რომელიც რუსული ბაზები არის აფხაზეთში ან შესაძლოა საუბარი იყოს საომავლოდ იგივე ჩვენ ვიცით რომ ოჩამჩირის პორტში რუსეთის ფლოტის განთავსებაზე საუბარი შეიძლება ეს მარშრუტები იკეთება და აჩვენებენ რომ ტყუილ მაგ ხარჯს ნუ გაიღებთ მაგასაც მოუწოდეთ ან აი თუ წმინდა სამხედრო ტექნიკური შევხედავთ აი ეს აზრები მიტრიალებს თუმცა პოლიტიკურად ძალიან ცხადი და ერთადერთი გზავნილია რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ მოიყვანა საქართველოში ომი. კი ბატონო. და კიდევ ბარემ ცოტა დორს ვაპარაკობთ ეს მაგრამ წინა ეპიზოდში დავაანონსე და ბარემ მოუყვები ღაზაში ქართული სამშვიდობოების ამბავს გვემახსოვრება ყველას რომ გავრცელდა რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია ჩვენი წყარო გვიდასტურებს რომ ეს ამბავი პრაქტიკულად გადაწყვეტილი არის თუ კი ასეთი მისია შედგება მოკლედ ამ მისიაში ქართველები იქნებიან არ არის ეხა ზუსტ რიცხოვნობაზე მიმდინარეობს ამის დაზუსტება, ან ზუსტად რა რაოდენობით იქნება წარმოდგენილები, ეს ბევრ რამეზე არის გაფორმებული, თუმცა ეს მოცემულობა გვაქვს, რაც დადასტურებულად შეგვიძლია ეხლა ვთქვათ, არის ის, რომ თუ კი მისია შედგება, ქართველები იქ იქნებიან. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რაღაცა ხელშეკრულება ან რაღაცა გაფორმებული არ არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და ველოდებით რაღაცა აქტიური ფაზის დასრულებას, რომ საბოლოო ჯამში აი ეს იდეაში ამერიკული პროექტი არის, ხო, ამერიკელების სამშვიდობო მისია არის, თუმცა აქ საინტერესო ის არის, რომ თვითონ ამერიკელები მონაწილეობას მასში არ მიიღებენ,
მხოლოდ იქნება რაღაცა დაგეგმვა ლოჯისტიკის ამბავი ამერიკული და ისრაელის პოზიციას რაც შეეხება, ისრაელის პოზიცია არის, რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია, სანამ აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ანუ რაც ისრაელს სამიზნეები აქვს, ისინი უნდა განადგურდეს, იმ მიზანს უნდა მიაღწიოს და მერე ამაზე საუბარი შეიძლება. უბრალოდ აი ეს მინდოდა დამიაფრთხილებინა და სპეციალურად შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ, რისი მომტანი იქნება ქართული არმიისთვის ეს ამბავი. ერთი არის ის სამშვიდობო მისიები, საერთაშორისოები, რომელშიც ყოფილ ვართ და ჩვენ ვიცით იქ რა გამოცდილებას ვიღებდით და რა რეპუტაციული სარგებელი მოგვიტანა, თუმცა ამ ყველაფერს ფასი ქონდა და ამ ყველაფერში ფასი გადავიხადეთ ადამიანების სიცოცხლით და იქ კიდე სხვა უსაფრთხოების გარანტიები ქონდა ჩემი აზრით იგივე ამერიკელებისგან, ბრიტანელებისგან, ნატოს წევრი სხვა ქვეყნებისგან. აქ რა იქნება ეს უსაფრთხოების გარანტია, მით უფრო იმ ფონზე რომ ვიცით რომ ამერიკელები თვითონ მონაწილეობას არ იღებენ. რა მისია გვექნება, რა შეიძლება გქონდეს, რა იქნება კარგი იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნება ცდილობს, რომ ყველა შესაძლო გზით ამერიკელებთან დაალაგდნენ, ამას წმინდა პარტიული თვალსაზრისით ხომ არ გამოიყენებენ, სახელმწიფოსთვის ეს სიმონტანია. მოკლედ, აი ეს ამდენი კითხვა ტრიალებს ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ჰაერში და თქვენ რას ფიქრობთ, თუ გაქვთ რამე მოსაზრებები? ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, რა ვიცი, мотиваცია. რატომ აკეთებ ამას და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხო? და რა მომენტში აკეთებ ამას? აი ბოლო ნაწილზე გამოყევი ხა ფაქტი ერთია რომ დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ცუდი ურთიერთობები კრიზისშია საქართველოს მთავრობის ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ახლა გამოჩნდა ეს თემა რა мотиваციათა გასაგებ მანამდე არსებულ მისიებში ვიცოდით ყველა მედიამ საქართველოს მოქალაქეებმა ვიცოდით რატომ კეთდებოდა ეს ყველაფერი და გააზრებული გქონდა რომ ავღანეთში თუ სხვაგან რისთვის მონაწილეობდა საქართველოს ქართველი ჯარისკაცი საერთაშორისო მისიაში რომ ეს იყო სწორედ და ხედავთ ამის შედეგებს დღეს ეს იყო გახდა საფუძველი შემდგომი ინტეგრაციის პროცესების და არაერთი დახმარების და ასე შემდეგ, რაზეც ხშირად გვისაუბრია და ბევრჯერ დაწვრილებით, მათ შორის გიორგის ამაზე გაუკეთებია აქცენტი, ხო? ამ შემთხვევაში რა არის ამოცანა? პოლიტიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ჩემთვის ეგ პირველ რიგში ზედაპირზე რაც ჩანს, ეგ იკითხება, რომ ეს არის რაღაცა დაალაგების ბრჭყალებში მცდელობა, ну, აი ამ გზით, რომ თითქოს აი მე შენთან თანამშრომლობ. და რაღაც საპასუხო უნდა მიიღო. ერთია, უფრო გავყოფდი რა ამ ამბავს, რომ პოლიტიკურად პარტიულად ვინ რას მიიღებს და სახელმწიფო რას მიიღებს შედეგად. სახელმწიფოს ნაწილში შესაძლოა რომ არ ვიცი, ჩემი აზრით ეს ყველაფერი მონგებიანი იყოს, რომ რაც უფრო სადმე იდენტიფიცირდები, რომ რაღაც პროცესის ნაწილი ხარ, მე ამას პირადად მე ჩემი პიროვნული პოზიცია არის, რომ ხარს უჭერ, მით უმეტეს თუ სამშვიდობო პროცესში ვართ და ამას პლუს რაღაც ბენეფიტები მოაქვს გამოცდილების თვალსაზრისით, ცნობადობის თვალსაზრისით და ასე შემდეგ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხვალ რომ შენ დაგჭირდეს შენს ვინმე გვერდში დაგიდგეს აი ამ პრინციპით, ანუ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან ამაში რა თქმა უნდა რისკია, მაგრამ თან პლუს რაღაც ბენეფიტები ჩანს, თუმცა კიდევ ერთხელ დავუბრუნდები, мотиваცია პოლიტიკური რა არის და ვირის გამო ვაჭრებას ცდილობს ამ ყველაფრიდან. აი ეს არის ძირითადი პოლიტიკური კითხვის ნიშანი. Ну, ეს თემა პოპულარული არასოდეს არ ყოფილა, არც ავღანეთში, არც ერაყში და არც კიდე კოსოვოში კიდე მეტნაკლებად. და სხვათა შორის არც ერთ ხელისუფლების დროს მინდა ხაზი გაუსვა. და ეს ახლა ძალიან საინტერესოა. ნამდვილად საინტერესოა, მით უფრო საინტერესოა, რომ შეერთებული შტატები არის ამ ყველაფრის ფიქში და თქვენს ყურადღებას მივაქცევ და თქვენს ყურადღებასაც ჩვენო ერთგულო მაყურებელო იმას, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთმა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ ანაკლის სპორტს დამოუკიდებლად ააშენებენ ისინი და იქ აღარ იქნება ანუ ვისკენ არის ეს კოჭი გაგორებული ცალსახა და არ ჭირდება ამას, მე მგონი ბევრი მარჩიელობა, ახლა ეს სიახლე, რომელიც ანუ ნიუსაც ჩვენ კი ადრე ვიცოდით, მაგრამ დაგვიდასტურა აგერ რატომ რომ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ცხადია, ანუ შეერთებული შტატების
მხარეს არის ეს ბურთი, ანუ ის არის ამ ყველაფრის ინიციატორი და რა თქმა უნდა პოლიტიკური ფასი იქნება ამ ყველაფერს და პოლიტიკური ფასი არის ზუსტად ის, რაზეც ვსაუბრობთ, ხო? ანუ ეს ხიდის აღდგენა თუ დაალაგება დავარქვათ უბრალოდ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ერთი ცდილობს დაალაგოს მეორესთან. ეხლა სახელმწიფო რას მიიღებს, ხო ეს ძალიან საინტერესოა, როგორც ყოველთვის პოლიტიკური პროცესი არის ესეთი კულისებს მიღმა მიმდინარეობს ხოლმე და ცოტა რამ გამოდის გარეთ რა. ძირითადად გამოდის ჯარისკაცების ხარჯზე, მათი ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, ხო? ვნახოთ, უნდა დაველოდოთ, ანუ რა უნდა მოიგოს სახელმწიფომ და არა პოლიტიკამ. ანუ ეს კითხვის ნიშანი არის ცალსახად. და ამ ყველაფერს კითხვების კასკადი მოყვება მე უკვე უშუალოდ ადგილთან, კოორდინაციასთან, მართვასთან და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ვინ იქნება, ხო? რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და რაც ჩვენ საკუთარი თვალით გვაქვს, ნანახი კოსოვოდან მოყოლებული, რა ვიცი, ერაყის და ავღანეთის ჩათვლით იქ იყო, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებთან წდომა, უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტია, ხო, ძალიან ბევრი რაღაცა იყო, ხო? აი ძალიან ბევრი რაღაცა, რაშიც ვიყავით ჩართული და ეს უსაფრთხოება კი ვამბობთ, რომ უსაფრთხოება 100% დაცული არავინ არ იყო და სამწუხაროდ ფაქტი არის, ხო? ეს ჩვენი მსხვერპლის და არა მხოლოდ ჩვენი, მაგრამ იქ ეს ყველაფერი იყო მეტნაკლებად დაცული. ახლა აქ ვინ იქნება ჩვენი თანამებრძოლი, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი, ჩვენ რაც ვიცით ხო ეხლა უცებ რაც გამახსენდა, ანუ ვიეტნამელებთან ხო, ტაჯიკებთან ერთადაც, რა ვიცი, არ ყოფილვართ. ანუ სამხრეთ კორეელები იყვნენ, მაგალითად, ერაყში ძალიან კარგად მახსოვს, ხო? მე მგონი ავღანეთშიც იყვნენ, მაგრამ აი ყაზახები, ტაჯიკები, ვიეტნამელები, ამათთან ერთად ჩვენ არანაირი საბრძოლო გამოცდილება არ ქონია, დიდი პატივისცემა ამ ერების და სახელმწიფოების მიმართ, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ეს კოალიციურ და ნატოს ოპერაციებში ჩვენ ერთად არ ყოფილვართ. საბჭოთა პერიოდში შესაძლოა ვიღაცები იყვნენ იქ სადღაც იმდროინდელ ავღანეთში. შეხედე აქ რა კითხვის დასმა მინდა, იცი რომ აი როდესაც შენ ნატოს წევრი ქვეყნების მხარ მისიაში, ჩემთვის გასაგებია სამხედრო თვალსაზრისით იქ რა გინდა, ხო? რა საერთო ტაქტიკაზე, მოქმედების წესებზე, უსაფრთხოების ნორმებზე, ამ ყველაფერზე რაც არის, იქ გადიხარ პრაქტიკას და იქ ინტეგრირდები, ხო? ამ შემთხვევაში სად ინტეგრირდები და რისთვის ინტეგრირდება? ამ ხალხთან საერთო სამხედრო ცოდნა რისი მონცემი არის? ანუ ძალიან პროფესიონალურად უყურებთ ამბებას და ეხლა მე რომ აი უცებ გიო ძალიან კარგად თქვა რას მოუტან სახელმწიფოს და მე მგონი აქედან უნდა გამოვიდეთ ზოგადად ქართული ოცნება საერთოდ არასდროს ფიქრობს იმაზე რა ნაბიჯი რას მოუტან სახელმწიფოს და საერთოდ სახელმწიფოებრივად რო აღარ არსებობს აზროვნება, იმიტომ ვართ იქ სადაც ვართ და აი მაგ კუთხით რო შეხედო რატი უცებ მიხვდები რა გვინდა იქ და რაზეც იყო ეჭვი ალბათ ეს გასაგებია, მაგრამ მე ჩემი გულის ტკივილი გახო, მაგრამ ჩვენ ხო აი ანალიზი ამ შემთხვევაში უნდა გააკეთო გამომდინარე ვისთან გაქვს საქმე ამ შემთხვევაში იმ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე და საერთოდ პოლიტიკური არის თუ არა ეს ძალა კიდევ დიდი საკითხია რომ რამდენად სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და ჩვენ ვხედავთ რომ ისინი დღეს სახელმწიფოებრივად არ აზროვნებენ ამიტომ საერთოდ არ არის გამორიცხული რომ არანაირ იმ კითხვებზე რაზეც შენ საუბრობ არც კი დასმულა ამ გადაწყვეტილების მიღებისას რომ ვიღაცას თუნდაც თავდაცვის მინისტრს თქვათ ისე ეკითხა რომ კი მაგრამ აი სახელმწიფო რას მოიგებს ამისგან ძალიან ეჭვი მეპარება რომ დაესვა ვინმეს ესეთი კითხვა. სხვათა შორის საინტერესო არის მე გამახსენდა ახლა ჩვენ საუბარში მიშა ხეცოიძე გვერდება ხოლმე და მე მგონი მქონდა დღეს საუბარი შემდეგ ჯერზე ჩაგვერთვება, კარგი იქნება ეს თემა მასთან ერთად გავშალოთ, იმიტომ რომ აი ხა გეტყვით რატო. მან მიშა წინა ეპიზოდებში საუბრობდა პერიპეტიებზე, რომელიც უკავშირდება ნეთანიაჰუს და ტრამპის ინტერესებს და საერთოდაც ხედვებს ღაზასთან მიმართებით, ვის რა როგორ წარმოუდგენია, ვიღაცა იქ სათამჯენებს აშენებს, ვიღაცა კონტროლს ამყარებს და ასე შემდეგ. აი ეგაც ძალიან არეული
გასაგებული ამბავია მანდ. ანუ ფაქტია რომ მაგ მხრივ რაღაცა თავისი ხედვები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, თავისი ხედვები აქვს ისრაელს და მანდაც რაღაცები დასალაგებელი არის და რაც თქვა რატიმ ხო ჯერ კიდევ უნდა გამოჩნდეს მანდ ისრაელი თავისი გეგმით მიდის კაცმა არ იცის ხვალდაზე როდის როგორ დასრულდება და საერთოდ როდის დროში ფოკუს ვერ ვასწორებთ ხო როდის რა იქნება ხედავთ რა ხდება ირანში მე გთავაზობთ რომ ეს თემა გავაგრძელოთ შემდეგ უკვე მიშასთან ერთად და მე მგონი ამ ეტაპზე ამოწუროთ და ირანზე გადავიდეთ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ერთ რამეს დავამატებთ ამ სემინარს რომ აი პოპკორნით ხელში დაველოდები კოლექტიური გრეჩიხები ეს მისია შედგა როგორ გააправებენ ამ მისიას და გიორგი და თამარაც ვეკას შედარებით უბრალოდ შეიძლება ასაკობრივად არ მოუწია ამისი არ ახსოვდეს რა საზიზღრად იქცეოდნენ ისინი და კონკრეტულად გრეჩიხაზე არ ვიხი კოლექტიურ გრეჩიხაზე ვიზახი როგორ აშავებდნენ ჩვენს მისიებს ერაყში და ავღანეთში აი რას კადრულობდნენ და აი ახლა როგორ გააправებენ ამ მისიას აი ამას ნამდვილად პოპკორნით დაველოდები შვენივრად გააправებთ. არა, გადავიდეთ ირანს. ირანში ვართ ჩვენ ახლა აი ამ თემაში, ხო, ამ თემაში ვართ ირანში, იმიტომ რომ ეს უკავშირდება მათ შორის გასვენებაში ჩასვლას, ხო? მათ შორის იქ რაღაცა ამბებში მონაწილეობას და მწკრივში დგომას, ხო? იქ ჰეზბოლა, ჰამას და ვიღაცა ღაზაში ვისი ინტერესი იყო ახლა მან, ხო? ეგ ძალიან საინტერესოა და მე ახლა შენ ამ გადაწყვეტილებას იღებ თანხმდები თუ იღებ თუ შენ თვითონ თავაზობ ესეც კითხვის ნიშანია და მან ძალიან ბევრი რაღაცა არის და არ დაგვავიწყდეს ის რომ დღესაც გაცვალეს ხო დარტყმები და დღეს მაგალითად 80-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს შეერთებულმა შტატებმა იერიში ხო ანუ ეს ყველაფერი როგორ ვთქვა ძალიან მძაფრად მიმდინარეობს შკალა მერყეობს ხან რაღაც პიკში ადის ხან ვითომ ჩამოდის მაგრამ ეს ყოველდღიურად უბრალოდ ხალხი ყველა გადაიღალა ამდენი ნეგატიური ინფორმაციისგან იმიტომ რომ ეს ნეგატივია ომს მოაქვს ხო ანუ გადაიღალა ხალხი ომით უკრაინაში გადაიღალა ხალხი სამხრეთით ისრაელ ირანი და იქ გარშემო ყურის ქვეყნები კატასტროფა ხო რაც ხდება ხო იცი რა ერთი რადგან პანაშვიდები ახსენე მაგაზე ძალიან ესეთი საგულისხმო დეტალი იყო რომ ხო იყვნენ იქ ყურის ქვეყნებიდან ჩასული იმაზე რა ქვია გასვენებაში და რა მოხდა გუშინ რამდენი რაკეტა გაუშვეს აღარ მახსოვს დაზუსტებით ანუ იცი რის თქმა მინდა ხო ყველა რაც გქონდათ ანუ უბრალოდ აი მაინტერესებს ჩვენი მაყურებელიც თუ მეთანხმება მაგაში და რას ფიქრობთ ხალხო აი რას ვიღაცები ხო ამართლებენ ამას რომ საჭიროა აი ხო ხედავთ მთელი კამპანია იყო საინფორმაციო კამპანია იყო აგებული იმაზე რომ გამოშვებები იწყებოდა ესე რაღაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის ამის ვიღაც თურქეთის ასე შემდეგ ვიღაცების ვინც ჩავიდნენ ჩამონათვალის შემდეგ იყო რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც ჩავიდა ხამენის დაკრძალვაზე ანუ ესე ააგეს ამბავი რომ მარტო ჩვენ არ ყოფილვართ მთელი ამბავი ეგ იყო მთელი სათქმელი ეგ იყო მაგრამ აქ კითხვა ჩნდება თუნდაც იგივე ხო გავიგე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა და ამაზეც გვითქვამს ხო ჩვენი აზრი ყურის კი აი რატი ამბობდა ამაზე ზუსტად მახსოვს ყურის ქვეყნების ლიდერებიც ჩავიდნენ და დადგნენ მიუხედავად იმისა რომ თვეების განმავლობაში აი თებერვლის შემდეგ ყოველ დღე შაჰიდებს და ბალისტიკურ რაკეტებს და დღესაც ხო ანუ ამას ვამბობ რა იგივე ომანი აი წინა ჯერზეც როცა ეს აქტიური ფაზა იყო და მაშინ საუბრობდით ხოლმე მაგას ვამბობდი ომანი იყო შუამავალი დაჯდა და იქ მოწვეული ყავდა კუშნერთან და მასთან ერთად ვიტკოვთან ერთად მაშინ ხო ომანი იყო შუამავალი იქ ну რომელიღაც რაუნდში მოკლედ ომანი იყო ჩართული და იმავე დღეს მახსოვს რომ ომანი დაიბომბა აქაც იგივეს ხედავთ ანუ უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ არ არის ეს ეგრე არ მუშაობს თუ არსებობს საფრთხე ამას პანაშვიდებზე ჩასვლით ვერ გაანეიტრალებ და ვერ დაიცავს საკუთარ თავს ეს აჩვენა ამ ამბავმა და ეს აჩვენა კონკრეტულად ირანის ისლამური რესპუბლიკის ქცევამ და მათმა ლიდერშიპმა და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ აი მაყურებელს მიმართავ არ დაგეზაროთ შედით საქართველოში ირანის ელჩის
Facebook გვერდზე, საელჩოს Facebook გვერდს არ უგულისხმობ, ელჩის Facebook გვერდზე და უბრალოდ ჩასხროლეთ ეს კაცი რის უფლებას აძლევს თავის თავს. და მე წამით წარმოვიდგინეთ, რომ მაგის მიასწრდი რომელიმე ჯერ ერთი ისინი მაგის უფლებას თავის თავს არ მიცემენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებზე ვსაუბრობ, მაგრამ თქვენ მე წარმოვიდგინეთ, რომ მაგის მიათედის უფლება მიცეს თავის თავს რომელიმე ევროპული ქვეყნის ელჩმა რა ამბავს დაემართებს ქართული ოცნება. უბრალოდ აი მართლა ძალიან არ დაგეზაროთ გახსენეთ Facebook-ის აპლიკაცია და მოძებნეთ საქართველოში ირანის ელჩის Facebook გვერდი და უბრალოდ ჩამოსკროლეთ. საკუთარ თვალებს არ დაუჯეროთ. მე თავიდან მეგონა ტროლ გვერდი, ან მეგონა რომ ვიღაცას ფეიკი ქონდა შექმნილი და მისი სახელით რაღაცებს ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მართლა ელჩის Facebook გვერდი იყო, ისეთ რაღაცებს პოსტავს. და ეს ანუ საერთოდ რაზე ვლაპარაკობ, რომელ სუვერენიტეტზე და რომელ თავმოყარეობაზე როგორც სახელმწიფოს. ფაქტია რომ გათვლები ქართული ოცნების არასწორი იყო რუსეთთან მე სულ მახსენდება რაც აი ყოველ დღე როდესაც აი ამ ამბავს უყურებ რაც რუსეთში ახლა ხდება და ამ შემოbrunებას ომის ჩარხის მახსენდება რუხაძის ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან ყოველ ჯერზე და ის სიტყვები სადაც ის ამბობდა რომ ხალხო ჩვენ ვაგვიანებთ ახლა უნდა ვლაპარაკობდეთო ხან მისი მთავარი ერთ-ერთი გზავნილი ხო ეგ იყო მისი რა პირადად მისი რო არ იყო ეგაც ხო ვიცით და ესაც ხო ვიცით რომ პარტიული პროპაგანდის ნაწილი იყო თავიდან ბოლომდე ხო დღეს რას ფიქრობს ეგ ხალხი დღეს რას ამბობს ეგ ხალხი საერთოდ დღეს არიან მაგ პოზიციაში რომ ეძებენ რაღაცა ახალ გამოსავალს ხან იქ პანაშვიდზე მიდიან ხან აქ ამერიკელებთან რაღაცებს ცდილობენ რომ დაალაგონ გუშინ ჩინეთი მთავარი პარტნიორი იყო და აგერ დღეს გიორგი ამბობდა რომ ანაკლიაში აღარ არის ანუ საერთოდ დაკარგულები არიან ტიპები ანუ საერთოდ გამოსავალ ანუ ვეკა მოდი შეერთდეთ გამოსავალს კი არ ეძებენ PR და ძალიან უსუსურად გამოიყურება ეგ PR-ი რატო გონიათ რომ გუშინ რა ხდებოდა დღეს არ გვახსოვს აი გუშინ რომ ერთს ამბობდი და დღეს მეორეს ეგეთი წარმოდგენა აქვს ხო შემთხვევაში არ გვახსოვს ხოლმე ნუ ჩვენ არა ხო ჩვენ გვახსოვს მაგრამ ნუ ხო როგორც არის. ერთ სიტყვით ირანზე რა შეიძლება ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია და ირანზე დავიწყეთ და კოცებზე გადავიდეთ. ხო, ირანზე ნუ ბენზინის ფასი პიკზე რო ავახოლმე ჩერდება ტრამპი, მერე ისევ რაღაცები ერთ დღეს შეთანხმება არსებობს, მეორე დღეს აღარ არსებობს და ფაქტია რომ კრიზისი არსად წასულა, მიზნები არაერთხელ გვითქვამს რომ ამ ოპერაციის დაწყების არ არის შესრულებული, თუ ეს ყველაფერი აქ დაამთავრა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა, ამით ისინი ფაქტობრივად ვერაფერს ვერ მიაღწიეს, ასე გამოდის, პროცესი არის დაუსრულებელი. ეს არის დაუსრულებელი ფილმი, რომელიც რაღაცა დასკვნით რაღაც დასკვნამდე უნდა მივიდეს საბოლოო ჯამში და მე ისევ იმაზრზე ვრჩები, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს. რა მთავარი არის, როგორ მოახერხებენ ამას და ვინ იქნება ამ პროცესში წარმმართველი, ვისი ინტერესი იქნება განსაზღვრელი შტატების, ისრაელის რა მომენტში, როგორ და რანაირად და ბაზარი როგორ გავლენას მოახდენს ეკონომიკა როგორ გავლენას მოახდენს ამ ყველაფერზე. სხვათა შორის მე მენიშნა ნატო სამიტის დროს მაგ მხრივაც განცხადებები იყო, დამრჩა ეგეთი შთაბეჭდილება, რომ ალბათ ტრამპი ირანის საკითხზე ისაუბრებდა ნატოელ პარტნიორებთან და ნუ ალბათ რაღაცა დაპირებებსაც მიიღებდა, რომ იქ უსაფრთხოების ნაწილში რაც ხშირად საყვედურობდა ხოლმე თუ არ ვცდები მარკ რუტეს ქონდა რაღაც გზავნილები მაგაზე ზუსტად ციტირებას ვერ მოვახდენ, მაგრამ შეეხო ამ თემას და თითქოს რაღაც უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულობაზეც გააკეთა აქცენტი და ნუ ჯერ კიდევ მანდ ყველაფერი წინ არის და ალბათ ბევრ ამას ვნახავთ. აქვე დავაანონსებ, რომ ხო, შემდეგ ჯერზე მიშასთან ხეცოიძეც გვეყოლება ჩართვაზე და ირანი უფრო გავშალოთ. მანამდე კიდე ჩაუჯდები ამბებს და დავაკვირდები იქ მიმდინარე ტენდენციებს. ერთი რამ ცალსახად ჩანს ჩემი გადასახედიდან, რომ სულ ტყუილად იზეიმეს და გაბერეს ეს PR კამპანია თვითონ ირანის რეჟიმმა. ნუ ეგ ყველაფერი ხომ რამდენიმე დღიანი ეს ცერემონიები ხომ მაგისთვის გააკეთეს, რომ გამარჯვების და ეს ხო ჩვენ ხო ვიცით რომ ეს არ იყო რაღაც პატივის მიგებისთვის მხოლოდ ეს იყო გამარჯვება მათ ეს ამბავი აქციეს გამარჯვების დემონსტრაციად და რაღაც შიდა პოზიციების გასამყარებლად, მაგრამ იქ ის ხალხი ვინც პროტესტში იყო არსად არ წასულა, ისინი ისევ იქ არიან, მათი ეკონომიკური პრობლემებიც არსად არ წასულა და ხო, ეგ რეჟიმი ისევ ის რეჟიმია რაც იყო და შესაბამისად არც მათი ამოცანები შეცვლილა ჯერჯერობით და განწყობები და არც კიდევ აქეთ ისრაელის და შტატების და კიდევ წინ გვაქვს რა ალბათ ბევრი ამბავი მანდ.
ბევრი ამბავი ნამდვილად წინ გვაქვს. საერთოდ რა იქნება ნოემბერში სენატში ძალიან საინტერესო არის წინასწარი პროგნოზები უკვე, რომ მყარად ვერანაირად ვერ იქნება. შიგნით დაველოდოთ ამ მოვლენებს, იმიტომ რომ დაველოდოთ მე იასაც უწევს უახლოეს ეპიზოდებში მაგასაც გამიხილავთ და საინტერესო იქნება ნამდვილად ვაშინგტონის. მანამდე რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა ნამდვილად არ მოგვადუნებს და არ მოგვაწყენს, ყოველდღიურად ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი ხდება. დიდი შევაჯამოთ არა? კი, ცხელი ზაფხული იქნება, არა მხოლოდ ზაფხული, შემოდგომაც ცხელი იქნება, ზამთარიც ცხელი იქნება. რაც სამწუხაროა, ასე კი არასნაირად ვიძახით, მაგრამ ეს ცხელი ზაფხული, ზამთარი და შემოდგომა და ეს სიცხელე ნიშნავს უამრავი ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც ფრონტზე ეწირება ერთი უაზრო კაცის უაზრო ახირებას. გეთანხმები რატი აბსოლუტურად და მან დემატება ერთი ის, რომ ანუ უკრაინა აქცენტს აკეთებს ტექნოლოგიებზე, ტექნოლოგიების განვითარებაზე. რუსეთის შემთხვევაში რუსეთი ცდილობს რომ ამ სარაკეტო იერიშებით და დრონების იერიშებით რაღაცნაირად მოიგოს, ხო, რაღაცნაირად დრო მოიგოს, იმიტომ რომ ახლა ის მზად არ არის მოლაპარაკებებისთვის და რაღაცა ჭირდება, რაღაცა ბერკეტი ჭირდება იმისთვის, რომ აი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. ახლა ეს თემა არ არის. შორის Reuters ჰქონდა დღეს მაგაზე მასალა, რომ პუტინმა გამოლანძღა თურმე თავისი გარემოცვა, ვინც ფრთხილად შეაპარა ეგ თემა, რომ ხომარ ჯობია, რომ დავაპაუზოთ და ახლა აქ გავჩერდეთ. და არა, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ პუტინი არაპირებს ჩვენ არ უნდა გვავიწყდეს, რომ პუტინს ყველაფერთან ერთად ბევრი დრო აღარ აქვს. არ არის ახალგაზრდა ბიჭი და მარტო ის ხوار არის რომ რაღაცა მოიხვეჭოს, ამით ხონდა დატკბეს კიდევაც რაღაცნაირად. ამიტომ ყველაფერთან ერთად ეს ფაქტორიც მოქმედებს მის ფსიქიკურ მდგომარეობას და გადაწყვეტილების მიღებაზე, რომ მან ისე ყველაფერთან ერთად თვითონაც ბევრი დრო აღარ აქვს. და აი ეს გათვლა რომ თქვა ეხლა დაპაუზდეს, ძალა მოიკრიბოს და თქვა ერთ წელში, ორ წელში თავიდან განახლებულად შეუტიოს, მას შეიძლება ეს გათვლები იყოს რამდენად შეძლებს კიდე ამას, რამდენად მოესწრება ამ ყველაფერს და იმედია რომ ძალიან სუდად დაამთავრებს და მანამდე რუსეთის მოსახლეობას ამზადებს მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი, სხვა პროპაგანდისტები, სხვა Z ბლოგერები და ასე შემდეგ და ნელ-ნელა აპარებენ მოსახლეობას იმას, რომ ეს გაჭირვება არ არის შორს და ამ გაჭირვებას უნდა მიეჩვიონ. და რატომ არის თავარი კითხვა? ისევ ბევრჯერ დასვამენ კითხვას რატომაც არა ხდება. რატომაც არა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ხალხო, შევაჯამოთ. მადლობა თუ აქამდე გვიყურებდით და გამოყვებით ბოლომდე, ესე იგი ჩვენი ერთგული მაყურებელი ბრძანდებით და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა თქვენ. გააგრძელეთ ასე, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ენთუზიაზმის, დროის და ენერგიის ხარჯზე, რომ არ გავაჩეროთ ეს პროექტი